მოგესალმებით კიდევ ერთხელ განმაგრძობთ მაუწყებლობას პირდაპირ ეთერში ახლა ინტერაქტივის დრო, რომელსაც კვლავ მე ჟურნალისტი ლიზა კვესელავა გაუძღვებით ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერზე მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ და რა თქმა უნდა ჩაერთოთ გადაცემაში 557-95-55-98 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ დღეს უვიზო შემოსვლის უფლება მიენიჭათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს ავღანეთი, ბანგლადეში, განა, ეთიოპია, იემენი, კონგო, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, სომალი, სირია, სუდანი, ტანზანია, უნგადას და ძალიან ბევრი კიდევ 17 ქვეყანა ჯამში 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ. როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას? ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ასეთი გადაწყვეტილების მიღება და მისაღებია თუ არა, რომ მრავალრიცხოვან აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლის უფლება მიენიჭათ. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით და ბოლო დროს მუდმივად ამაზე ვსაუბრობთ, რომ საქართველოს ქართველების გარეშე შეიძლება ძალიან მალე დარჩეს, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი მკვლევარი, ძალიან ბევრი ექსპერტი გვაფრთხილებს და გაეროს მონაცემებიც კი საკმარისია იმასთან დაკავშირებით, რომელიც გვეუბნება, რომ 2050 წელს საქართველოში უმცირესობაში იქნება ქართველი ერი. რას შეიძლება დავუკავშიროთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება და დემოგრაფიული ცვლილება შეიძლება ამან გამოიწვიოს თუ არა, რამდენად საგანგაშოა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ნახევარი ინდოეთი, პაკისტანი უკვე საქართველოში ისედაც ან ჩამოსულან, ან აქ ცხოვრობენ, მუშაობენ და ხედავთ თითქმის ყველგან მომსახურების სფეროში საკურიერო მომსახურება იქნება ეს თუ სამარშრუტო ტაქსები, უცხოელები, განსაკუთრებით ინდოელები, პაკისტანელები უკვე ძალიან კარგად მოიკიდეს ფეხი და მუშაობენ და ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ეს ქართველ მოსახლეობას, რაც ყველაზე მცუდია, იმიტომ რომ არიციან ენა და მომსახურების ძალიან დიდი პრობლემები იქმნება, არიციან მისამართები, არიციან ქალაქში როგორ უნდა მივიდნენ კონკრეტულ ადგილზე და მოკლედ ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა ბოლო დროს აი ამ საკითხმე და კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინაშე შეიძლება დააყენოს აი ამ გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყანა. მოусმინოთ პირველ მაყურებელს, მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. გამარჯობათ. აი ეს ინფორმაცია რაც გავიგე, რა თქმა უნდა ძალიან არ მომეწონა. ჯერ ესეთი განვითარებელი ქვეყნებიდან რომ ჩამოდის ეს ხალხი, ძალიან აგრესიულებიც არიან, მე ჰიგიენას არ იცავენ, მათ შეუძლიათ უამრავი დაავადებები შემოიტანონ. ეს ფაქტია, რომ შემოაქვთ უამრავი ვირუსები და თან აგრესიულებიც არიან. არ არის სუფთა ხალხი, აი არ უყვარს სისუფთავე ერთი სიტყვით და მე აქ ძალიან ბევრი უკვე ცხოვრობს, ძალიან ბევრი ვაჭრობენ, ცხოვრობენ, აქ ოჯახებით შექმნეს და ტრანსპორტსაც არ აპირებენ. რასაკვირველია, უგანდას და ტანზანიას საქართველოს როჯობია, ეხლა რა თქმა ამას ლაპარაკი, ხო და ეს რატო ხდება, ვერ გავიგე რა, ეს ღატაკი ღარიბი ხალხი რა უნდა იყიდონ, რა უნდა შემოიტანონ. რისკის მოდიან აქ, რა ხდება, ვერ გავიგე, ეს საშინელება. ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს ხალხი ნამდვილად. ეს არაფრით არ შეიძლება ამის ბაშება, არაფრით. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის და შეფასებისთვის, მით უფრო, როდესაც ჩვენ ვიცით, საქართველოს მოქალაქეები წლიდან წლამდე 100,000-ზე მეტი ადამიანი ტოვებს საქართველოს მიდის საზღვარგარეთ და იქიდან ძალიან ცოტა თუ ჩამოდის, იქ მუშაობენ, ცხოვრობენ და ჩვენ რას ვიღებთ აი ამ პროცესიდან, რომ ქართველები მიდიან საქართველოდან იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შეექმნან და აქეთ ჩამოდიან პაკისტანელები, ინდოელები და ასე შემდეგ, თითქმის ძალიან ბევრი აზიური, აფრიკული ქვეყნებიდან ადამიანები, რომლებიც აი აქ მარტივად ცხოვრობას იწყებენ, ბინადრობენ, თითქმის ყველაფერი მარტივად მისაღებია მათთვის ჩვენი ქვეყანა. როგორ შეიძლება აი ამ ყველაფრის კონტროლი მოხდეს? მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, ისმის ჩემი ხმა. გამარჯობა, დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. უკაცრავად და იმიტომ რომ ქართულ მოძულე ისაყვაც თავრობა ეგეთოდებული ბიზნესმენი მაგალითად გასულ პარასკევს რომ გადაცემა ჰქონდათ იმაზე ყვავლის ბაგებზე ბაგაზე დიახ ეგეთი ბიზნესმენი მაგისტრის უფრო იაფი მუშახელი არა ყოფს რომ ყავდეს რაც უნდა ქართველი ან სხვა ეს არის კონკრეტული ბიზნესმენების ინტერესები შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან? რა თქმა უნდა
კი ბატონო, მადლობა. მადლობა შეფასებისთვის. ბუნებრივია ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ასეთივე პასუხი ქონდა ეკონომისტ, რომელთანაც რამდენიმე წუთის წინ ვისაუბრე, მე გადაცემაში სტუდია ნომერში და მანაც ზუსტად ასე თქვა, რომ ეს ყველაფერი არა იმიტომ, რომ რაღაცნაირი დიდი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს სახელმწიფომ არ არის განპირობებული, არამედ კონკრეტული შეიძლება ბიზნეს ინტერესები და ბიზნესმენები იდგნენ აი ამ გადაწყვეტილების უკან, რომელთაც უნდათ რომ დიახ მარტივად დაბალ ფასში მიიღონ მუშახელი და ჩვენ ვიცით რომ ეს ადამიანები ძალიან მიზერულ ხელფასებზე თანახმა არიან რომ იმუშაონ და აქედან გამომდინარე როგორც ჩანს ინდოელებთან და პაკისტანელებთან ურჩევნიათ თანამშრომლობა ამ ბიზნესმენებს მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და რა შეიძლება იყოს აი ამ გადაწყვეტილების მიზეზი როდესაც 17 ქვეყანას უვიზო რეჟიმით შეუძლია ისარგებლოს ჩვენს ქვეყანაში დამატებით მოგესალმებით გამარჯობა ეს ისე გამოდის რომ იქედან მოყავს იაფი მუშახელი აქედანაც მიდის იაფი მუშახელი იმ დასავლეთ ხო აქედან გამომდინარე ახლა მე აქედან დასულებზე მინდა გავამახვილო ყურადღება გერმანია მიწასთან იყო გასწორებული და მასე რომ მიეწევია გერმანელებს რომ ის უჭირდათ და დაჭირება ქონათ ასე კი ვერ აყავებდნენ იმ გერმანიას რეტრო იქეთ რო უჭირა სხვადი აწყობის საკითხებში და ის უნდა ყოფა ცხოვრება და არ უნდა დაჭირვების ატარა მოქმენა ზოგი მარტო გაჭირვებისთვის კი არა აი ისეთი ცხოვრება მოაწყო თორმა 3-4 დენა იყიდეს და მაინც კიდეს აღარია ამას რა გამაქვს მე ვფიქრობ ყველაზე უფრო მისაღები იყო ის რომ არ უნდა გაუქმებულიყო ჩაწერის ინსტიტუტი და არ უნდა ეს ხალხს არ უნდა მისცემოდა სოფლების მიწოება ერთდროულად სოფლები დასწრილია ახლა ეს სააკაცის ოცნება რომ სააკაცის უნდა თუ სოფლები დაიცლება იმ დროს მოხდა იმის გაუქმება ჩაწერის ინსტიტუტი თუ გაუქმება თუ სოფლები დაიცლება ჩამოუწყლებს და დავასახლებოდა ამიტომ ჩამოდიან ეს ცხოვრები და ისინი არ იხებენ უკან იმისთვის რომ აქ დაბალი სენსაცია და ხანები კი ის გარბია გასაგებია გიპასუხებთ ამ თემასთან დაკავშირებით ვინაიდან ჩვენს ემიგრანტებზეც არის საუბარი ბუნებრივია როდესაც ადამიანები აქედან მიდიან იმისთვის რომ უკეთესი მომავალი შექმნან იმუშაონ და იქიდან თანხები გამოგზავნონ ოჯახებს კი ბატონო შეიძლება მათ 2 და 3 ბინა იყიდეს და უკვე ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში მოგვარდა და მოწესრიგდეს თუმცა ხედავენ ეს ადამიანები რამდენად მარტივი შეიძლება არის ევროპაში ცხოვრება ის რომ გადასახადები ნაკლებია ის რომ ფასები დაბალია ის რომ კი მთელი დღე შეიძლება იმუშაო მაგრამ შემდეგ არც საჭმელი მოგაკლდეს არც სასმელი და მარტივად შეძლო ცხოვრება ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება ევროპაში საცხოვრებლად და ეს არის ბუნებრივია იქიდან გამომდინარე რომ არ არის იგივე ცხოვრების პირობები და დონე საქართველოში და აი ამაზეც უნდა ვიფიქროთ რომ აი ასეთივე ცხოვრების პირობები და დონე რაღაცნაირად თუ ვერ გავუტოლდებით რაღაც ვეცადოთ მაინც რომ გავთანაბრდეთ მივსდიოთ დავემსგავსოთ და ასე შემდეგ ძალიან რთულია საქართველოში იმ შემოსავლებით იცხოვროს ადამიანმა რომელიც ან საჯარო სამსახურში აქვს ან თუნდაც ნებისმიერ სამსახურში აქვს იმიტომ რომ მთელი დღე მუშაობს ადამიანი და მას დაბალი ხელფასი დაბალი შემოსავალი აქვს იმდენად დაბალი რომ ის ოჯახის ჩენასაც ვერ ახერხებს და ბუნებრივია აქედან მას ვერ მოვთხოვთ რომ როდესაც სხვაგან უკეთესი შემოსავალი აქვს ჩამოვიდეს საქართველოში და აი აქ უმუშევარი და დაბალ ხელფასზე იყოს ხომ თავის რჩენის პრობლემა უდგათ ძალიან ბევრ ადამიანს ამიტომ ვერ გავამტყუნებთ ამ ადამიანებს და გამოსავალი უნდა ვეძებოთ მისაღებია თუ არა რომ მრავალრიცხოვან აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლის უფლება მიეცათ და მიენიჭათ როგორია თქვენი შეფასება და მორიგ მაყურებელს მოგუსმინოთ მოგესალმებით აი გამარჯობა შილო რა არის ისი რამდენჯერ მაგაზე გადარჩენა აიღეთ ახლა სალომე ზურაბიშვილმა და ნონუაშილია თუ რა გვარია ისი ახალყო დამჭერია რა ჩაკეთებენ ამას რატო არ ანაშების მაგ ტელევიზორში
ხას რატო არ ეუბნები? ყველა არ ყურო იმ არხებს, სადაც ეს მიდის. მაგრამ ვიცი, გაჭირება. მაგ ახალგაზრდა გოგორო ხარ, ლამაზი ახლა, მაგანა მომწონს ხარ. გააკეთე ფილო. შენ მაიმან საჭიბაი არ ვარ, მილია. გასაგებია, ქალბატონო, ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ. უბრალოდ ეს არის ინტერაქტიული გადაცემა და აქ რაღაცნაირად კონკრეტული კითხვა უნდა გქონდეს გამოტანილი ისეთი, რომელიც ყველა ადამიანს შეიძლება აწუხებდეს და ყველა ადამიანის პრობლემა შეიძლება იყოს. ეს არ არის ძალიან მარტივი თემა, ასე ნუ უყურებთ ამ საკითხს. ეს არის ის პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენთანგან შეაწუხებს. შეიძლება ემყოფილმა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს და ქართველები საქართველოში აღარ იქნებიან ძალიან მალე იმ სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს ჩვენ. თუნდაც გაეროს კვლევა რომ მოვიშველიოთ კიდევ ერთხელ და 2050 წლისთვის საქართველოში ქართველიერი უმცირესობაში იქნებაო, გვეუბნებიან და რაღაცნაირად ეს პროცესი უნდა შევაჩეროთ. რა შეიძლება აი ამ პროცესში ქართველმა საზოგადოებამ გააკეთოს? თუნდაც ის რომ ემიგრანტები არ გვყავდეს უამრავი 100 ადამიანები არ მიდიოდნენ სამშობლოდან და აქ როგორ უნდა შევუქმნათ მათ უკეთესი ცხოვრების პირობები და რა შეიძლება შევთავაზოთ ქართულ საზოგადოებას, რაში ვხედავთ გამოსავალს აი ამ პრობლემის მოსაგვარებლად და იგივე შობადობა არის შემცირებული, სიკვდილიანობა გაზრდილი, აი ეს სტატისტიკა როგორ შეიძლება რომ შევცვალოთ, გამოვასწორეთ, რა შეიძლება გაკეთდეს რომ ადამიანებს უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სურვილი და ინტერესი ქონდეთ რომ შობადობა გაიზარდოს ჩვენს ქვეყანაში, რა იწვევს ამას? იწვევს თუ არა ის რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშეა უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და ეშინია თუნდაც იმის პირდაპირ რომ ვთქვათ რომ 3 და 4 შვილი გააჩინოს და მას შემდეგ საჭმელი ვერ მისცეს და ვერ გამოყვებოს რეალურად ბავშვები, ხომ? აი ამ შემთხვევაში მრავალშვილიანებს რა სახის დახმარება უნდა შევთავაზოთ, რა პროგრამები უნდა გქონდეს და ძალიან ბევრი, ვთქვათ, შეიძლება გამოსავალი ვიპოვოთ და აი ამ წავე საკითხებზე დისკუსიით რეალურად მივიდეთ იქამდე, სანამ რითაც შეიძლება ეს პრობლემები მოგვარდეს ჩვენს ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ქმედებები, დღევანდელი, ასე ვთქვათ, მუშაობა მე არ მგონია ამაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ეს საკითხია და მე ვფიქრობ ეს არის ის თემა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უნდა აინტერესებდეს. მოვუსმინოთ პირდაპირ ეთერში მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. მოგესალმებით. ამ საკითხის გადაჭრა შეიძლება ასეთნაირად, რომ უნდა შეიყოთ განსხვავება და შემოსვლა. უნდა იყოს რაოდენობა ხალხის, რა რაოდენობის ხალხი უნდა გავიდეთ და უნდა გავიგადეთ ყველაზე მეტად ისინი უფრო გადაერჩათ არ ვიცი და კარგად არიან და იქნა ცხოვრება ვარა ის უნდა ცხოვრება იწოვროდი მაგრამ უნდა რაღაცა დაწესდეს რომ ეს კონტროლი რამდენი შემოდის რამდენი უნდა შემოდიოდეს და რამდენი გადის რა ის გადის თუ გადის ის ის დარჩება მაშინ ქვეყანა და არ დოგებია თავის ქვეყანაში ცხოვრება თორე ვინც ახავად გაჭირება COVID-დან კარგად უყურებობა ცხოვრება მე მომდეს იმას ახლა ეს რაკა ნოსტალგია გამიწაო საქართველოსი ცხოვრება ორეკნი აღარ იცი და იყოს თუ იმას უნდა ის ცხოვრება ის ხო მე ვეცნება პრობლემა აღმოჩნდა და რა შეიძლება ეს უცხოელები ჯობნა უნდა აიქცეულოს რაღაცა კამონი უნდა იყოს რომ ეს რაოდენობა ხალხი უნდა შემოიდეს და ვინ შემოვიდეს ვინ არიან ყველა უგუნეს წარები არ შეიძლება ეს არის ჩვენი დემოკრატია და ამ დემოკრატიამ გადაგვიყოლოს ყველა კი ბატონო, რომელ აკრძალვაზეა ქალბატონო საუბარი, როდესაც კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ უფლება, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და ძირითადად აქ არის სულ აზიური, აფრიკული ქვეყნები ჩამოთვლილი აი ამ სიაში და ის მუშახელი არ უნდა შემოდიოდეს. მუშახელი არ შემოდის, უნდა შემოდიოდეს ბიზნესმენი, რომელიც ბიზნეს ატარებს, რომელიც რომელიც ტურისტული მიზნით შემოდის, მოკლედ რომ ვთქვათ, დიახ. მადლობა.
მადლობა ზარისთვის. ესე იგი, ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, შეფასება იყო და მე დაგეთანხმებით ნამდვილად. თუ კი ჩვენ გვიმოწმებენ საქართველოში მაგალითად ქუთაისის აეროპორტში, საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც მივდივართ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, საბანკო ანგარიშს მაგალითად, ქეშად თანხა გვაქვს თუ არა, დაჯავშნილი გვაქვს თუ არა, სასტუმრო მაგალითად მოძებული გვაქვს თუ არა, აბსოლუტურად ყველანაირი კონტროლი ხდება აი ამის, თუ კი მიფრინავთ ქუთაისიდან, იქ მთელი რიგი ადამიანები დგანან და მთელი რიგი ჩამონათვალი უნდა დააკმაყოფილო, რომელიც ადამიანს უნდა კონდეს შესრულებული, როდესაც ის მიდის ტურისტულად, მაგალითად გერმანიაში ან საფრანგეთში ან ასე შემდეგ. უნდა მივიღოთ თუ არა აი ასეთი ზომები ჩვენც და როდესაც ჩამოდიან მაგალითად პაკისტანიდან, ინდოეთიდან და ასე შემდეგ, უნდა გქონდეს თუ არა აი ასეთი ტიპის მკაცრი კონტროლი, აქვს თუ არა მაგალითად აი ამ ქვეყნის მოქალაქეს საბანკო ანგარიში და იმის თანხა რო აი აქ რამდენიმე დღე, რამდენი დღითაც ჩამოდის, დაჯავშნილი აქვს თუ არა სასტუმრო და იგივე სახის კონტროლი უნდა გქონდეს თუ არა მაგალითად ჩვენ აი ამ ადამიანებზე. ეს უფრო მეტად ჩემი აზრით კონტროლს გაამკაცრებდა და ძალიან კარგი შედეგი ექნებოდა ამას და ასე მარტივი არ იქნებოდა ამ ადამიანებისთვის აქ შემოსვლა. მოусმენთ მორიგ მაყურებელს და მის შეფასებას, მოგესალმებით, დღე ეთერში ხართ. თუ შეიძლება დაიცადეთ რამდენიმე გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. სამწუხაროდ გაითიშა ზარი, ძალიან საინტერესო რამ გააჟღერა ჩვენმა მაყურებელმა და მეც ბუნებრივი აქედან გამიჩნდა ეს აზრი, როდესაც ჩვენ კონტროლდებით, მივდივართ ევროპულ ქვეყნებში ასეთ დროს უნდა წარვადგინოთ ყველანაირი დამადასტურებელი, ასე ვთქვათ, საბუთი იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ტურისტულად მივდივართ 5-6 დღით ან 10 დღით ან 3 თვე გვაქვს, ხო? სრული ფარგლები, აი ამ დროის განმავლობაში გვექნება საკმარისი თანხა და ასე შემდეგ, ასევე უნდა კონტროლდებოდეს თუ არა და აი ასეთი პირობებით, აი ესეთი წესებით უნდა იყოს თუ არა საზღვარზე, როდესაც შემოდიან მათი ჩვენი მხრიდან აი ესეთი კონტროლი. მოიტანდა თუ არა ეს შედეგი, საინტერესოა და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, ხარონოლეჯი. გამარჯობა. რა არის ეს? ვენ არაფერი შეერა. კონტროლი არ არის. აგარი ესე იგი ვისვა კონტროლებს არაფერი კონტროლებს საქართველოში. შამოდის პაკისტანელები, ინდოელები, ვინები შენდება, პაკისტანელები, ინდოელები, ქართველები, ვინები არ შენდება. ჩვენ ვართ ინკუბატორი, ქართველები. ზის ბავშვებს ქართველები არ მუშაობს, ფაბრიკები არ მუშაობს. 12 ბავშვი იმოდია და 6 იმოდია, იმას სამუშაო ადგილი უნდა. ახალგაზრდა რო დაქორწინდეს, უნდა სამუშაო ადგილი. გადიან საზღვარზე და ქართველები გადაშენები იქნება და სამოდიან ხოერის წარმოადგენები. თან არაფერი გელა. თუ ხალხმა არ ამეიღოს, არაფერი არ გესწრება. გამარჯვებული, უნდა გამახსენოთ ჩვენ. ობიექტივი იქნება თუ ეროვნული ხალხი იქნება გამოდის ეს ყველა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის და იმისთვის, რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში და მისაღებია თუ არა, რომ მრავალრიცხოვან აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლის უფლება მიენიჭათ და თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება გახდა გუშინ ჩვენთვის ცნობილი, მიმდინარე წლის 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭებათ. ამის შესახებ ირკვევა მთავრობის დადგენილებიდან, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და თქვენ იცით, რომ ამის თაობაზე ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში, ძალიან დიდი განხილვები და დისკუსიები იყო სოციალურ ქსელებში, იქ ძალიან ბევრი პრობლემა იყო ჩამოთვლილი, რომელსაც აწყდებიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, სწორედ აი ამ ადამიანების მხრიდან, მაგალითად, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ძალიან მარტივად რჩებიან ბინადრობასაც, მარტივად აკეთებენ მოქალაქეობასაც, მარტივად იღებენ და საქმდებიან ისე, რომ არიციან ენა, არიციან ქუჩები და სამარშრუტო ტაქსებით, მიტანის სერვისზე საქმდებიან ისე, რომ შემდეგ ბიზნესმენისთვის ეს ძალიან კარგია, რომ იაფად დაიქირავა, თუმცა ჩვენ მოქალაქეები ძალიან ზარალდებით, ამიტომ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან დიდი დისკომფორტია, მაგალითად ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე მიგიყვანოს ადამიანმა ისე, რომ არ იცოდეს არც ქუჩის სახელი, არც სად არის ეს ქუჩა, შეიძლება მთელი დღე გატაროთ, აი ესეთმა ტაქსის მძღოლმა და შემდეგ უკვე გადასახადიც ბევრი იქნება გადასახადი. უამრავი პრობლემაა, რომელზეც ადამიანები ღიად საუბრობენ სოციალურ ქსელებში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და როგორ უყურებთ აი ამ გადაწყვეტილებას? გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა.
თვითონ მე პირადად არ მომისმენია ეგ განცხადება. რა თქმა უნდა სიმართლე იქნება, მაგრამ აი თვითონ მთავრობა რას ამბობს ამ საკითხზე, რისთვის შემოყავს ეს ხალხი? აი ამ მთავრობას ჩვენ ხომ უნდა დავუსვათ შეკითხვა, რომ ეს ხალხი ტყუის გვეტყვის პასუხს თუ მართალს გვეტყვის, რა პასუხია ამ საკითხთან დაკავშირებით? აი გეტყვით. შეიძლება ამდენი ერთი წამით როგორ შეიძლება ამდენ ასეთ ქვეყნებს მიწე უვიზო მიმოსვლა ისეთ ქვეყანაში, როდესაც 4 მილიონი ქართველიდან 2 მილიონი დევნილია ევროპაში მოსახლეობა და ადგილზე დარჩენილები ასე ვთქვათ, უნდქავთ, ასე გამოდის. რა პასუხია აქვს ამ ხალხს? ეს ხალხი რომ შემოყავთ, აქ რისთვის შემოყავთ? რა თქმა უნდა რაღაც ბიზნესთანაა დაკავშირებული, რაღაც პოლიტიკურადაა გათვალისწინებული. არ არის გამორიცხული რომ ეს ხალხი დაასახლონ ქართულ მიწებზე, ან დააგერ ვიღაც ერთ-ერთმა ჩვენმა თანამემამულემა თქვაგეთ კორპუსებია და აქ ჩასახდებიან აქ. თუკი ჩვენი მთავრობა საკუთარი ეროვნების რადარის მოსული ჩვენ 10 და 20 წელი თავს ჩვენ აღარ გავჩებით ქართველები საქართველოში. მე არ ვარ არც ერთი ერის მოძულე, მაგრამ ეს თემანდელ პირობებში არანაირად არ შეიძლება ასეთი უვიზოთ ადამიანის და ხალხის შემოყვანა შენს ქვეყანაში. ეს ხალხი ჩაყლაპავენ ჩვენ ხალხს. ეს არ ამაზე ნამდვილად ქართველმა ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა. ნიჭიერი ძალა 200 პარტიაა თუ 300 პარტიაა, რა საკეთებენ ეს ხალხი? პარტიებში მოდიან ფულის საკეთებლად, თავრობაში და პარლამენტში მოდიან ფულის საკეთებლად. ვინმე ნიჭიერი ძალა, რომელიც უყურებს პატრიოტული სულისკვეთების ადამიანი, რომ ხდება ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში, ეს ხალხი უნდა გაერთიანდეს და ჩვენ ხალხს სათავეში უნდა ჩაგვიდგეს, რომ ხალხი გავუყვეს მას და პასუხი მოვთხოვოთ თავრობას. ეს არანაირად არ შეიძლება. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე გიპასუხებთ სახელმწიფოს რა პასუხი აქვს ამ ყველაფერსთან დაკავშირებით. გუშინ როდესაც აი ამ თემაზე ძალიან ბევრი აჟიოტაჟი მოვისმინეთ, მწვავე შეფასებები გაკეთა აი ამ გადაწყვეტილების ფართოდ საზოგადოებამ, როდესაც შეაფასა, გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება და თქვა, რომ 2025 წლის 17 აპრილს განხორციელებული ცვლილებები საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. ესე იგი, ეს ყველაფერი 17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმიტომ მოიხსნა თურმე უვიზოდ, იმიტომ შემოვლენ ჩვენ ქვეყანაში, რომ ეს ემსახურება იმას, რომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ რაღაცნაირი სამუშაოები ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში და უვიზო რეჟიმის, ასე ვთქვათ, გამკაცრება, შემოსვლის უფლების გამკაცრება არის მიზანიო. არ ვიცი თქვენთვის რამდენად სარწმუნოა ეს განცხადება, თუმცა მე პირადად რაღაცნაირად არ მგონია ვინმე შეეშინდეს, პირიქით, უფრო მეტად თავისუფლად, უფრო წელში გამართული შემოვა ეს ადამიანი ქვეყანაში, ოდესაც ეცოდინება, რომ მას უფრო გაუმარტივდა სიტუაცია და არა გაუმკაცრდა. თუმცა აი ეს არის პასუხი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გვცემს აი ამ კითხვების შემდეგ. მოусმინოთ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. განაცხადი ძალიან სამწუხარო ამბავია, ძალიან. ისახედია ქვეყანა და უნდა გააქტიურდეს თქვენს და ყველა ტელევიზია. სოფელში შემოიხედეთ ერთი სოფელიდან რო ხალხი გარბი, დავით კლდიაშვილის პერსონაჟები ქალაქში გარბიან და სოფელი აღარ აგვაქვს. ამაზედაც გაამახვილეთ ყურადღება ამაზე. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. ჩვენ საყვედურობენ კიდევაც უკვე რომ მუდმივად ასეთ თემებზე ვსაუბრობთ და ვინ თუ არა ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ აი ამ პრობლემურ საკითხებზე და იმაზე რომ სოფლებიც დაცლილია, იმაზე რომ ადამიანები წლიდან წლამდე 100,000-ზე მეტი ქართველი ტოვებს საქართველოს და ეს საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდება, დამთავრდება იმით რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ ინდოელები, პაკისტანელები და ასე შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის ეროვნების წარმომადგენლები და არაქართველები,
რომლებიც სამწუხაროდ გარბიან ჩვენი ქვეყნისგან, იმიტომ რომ მათ უკეთესი მომავლის იმედი და სურვილი აქვთ, რაც აქ ჩვენს ქვეყანაში რატომღაც შეუძლებელი გახდა მათთვის და აი ასე ხედავენ, რომ აქ უკვე აღარ დაედგომებათ, იმიტომ რომ არაფერი არ იცვლება, არც არჩევნების იმედი აქვთ, არც პოლიტიკური უკეთესი მომავლის და ასე შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, თუმცა აი ეს არის რეალობა, ასეთი ნიჰილისტური განწყობაა დღეს ქართველ ერში და ამიტომ მათ გონიათ, რომ ვერაფერს ვერ შეცვლიან და აი ამ უმედობიდან გამომდინარე ერთადერთ გამოსავალს ნახულობენ იმაში, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ საცხოვრებლად. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს მოცემულობა შევცვალოთ და თუნდაც ის გავიაზროთ, რომ ძალიან მალე ძალიან დიდი პრობლემის წინაშე, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგება ჩვენი ქვეყანა. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის კატასტროფა. კატასტროფა. კუცე კაცი უნდა გამოვიდეთ. რუსული კანონი კი არა და რო არის ეს მიტინგები. აი ამაზე უნდა მოხდეს მიტინგები. მე ვარ ირანელების, არაბების და რუსების შუაგულში ვარ უკვე. აღარანაირი ქართველობა ჩემს ირგვლივ აღარა ცხოვრობს. აღარანაირი. ეს არის საშინელება. რას ქვია შემოვიდნენ? რას ქვია კიდე გვინდა დამატება ქართველების კოდზე კაცი. მადლობა დიდი ზარისთვის იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. სამწუხაროა რომ აი ესეთი რეალობაა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა უნდა დაგეთანხმოთ ნამდვილად საღამოს ქუჩებში, სადაც არ უნდა გახვიდე და სადაც არ უნდა გაიარო, ყველგან არსებობს აი ასეთი დასახლებები, სადაც ინდოელები, პაკისტანელები, ირანელები, არ ვიცი, თითქმის რეგიონებშიც კი უკვე სოფლები და ასე ვთქვათ ძალიან დიდი დასახლებები უკავიათ. რამ შეიძლება ეს ყველაფერი შეაჩეროს და აი ასეთი გამარტივების ნაცვლად რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მეტი კონტროლი მოხერხდეს. მოусმინოთ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. მოგესალმებით, გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს საყვარელო. ასევე მეც გილოცავთ. მთელ საქართველოს ულოცავ. იცით რა, მართალია, ძალიან კარგი ფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ ეს გახმაურდა ეს კანონი. რაღაცა გამოფხიზლება დაიწყო ერში. რომ შეშფოთებულები ერთმანეთს ველაპარაკებით უკვე თურმე 17 ქვეყნის მოქალაქეები უნდა შემოვიდნენ აქ ჩვენთან. რა არიყვნენ? არიყვნენ? ხო იყვნენ. მე თურქული უბანი არის პლეხანოვი, ხო? ხო არის ეგრე. არაბული უბანია, რა ვიცი, რამდენი უბანია არაბებს დაპყრობილი უკვე, სოფლები შუა ქართლში არაბული სოფლებია უკვე აშენებული. თელავის რაიქითკენ არის ერთი სოფელი აშენდა ჯერ არაბული. ხო და სად არის ეს მთავრობა? ვერ გავიგე რა. კარგი მთავრობას თავი დავანებოთ. შეიძლება რომ კარგი მთავრობა არ აყვავდეს დაუშვათ არასდროს. მაგრამ ქართველი რას ფიქრობს? ადამიანებო, რას ფიქრობს ქართველებო? რას ეს მართლა ღვთისმშობლის ქვეყანა ვის უნდა ჩავაბაროთ? ვის? სად გარბიხართ, რომ გარბიხართ? ჩამოდით, ყველა ჩამოდით, აბსოლუტურად. და იმ სოფლებს დაუბრუნდით, სოფლელები რო ხართ გადახვეწილი იტალიაში, იმას დაუბრუნდით, გაიჩინეთ კრუხქათამი, გაიჩინეთ ყველაფერი, რა ვიცი, საქონელი 1000 რაღაცა არის, ხო, გაიჩინეთ ყველაფერი, კარგი ბოსტანი, კარგი ყველაფერი და გაძლიერდით, როგორც საბჭოთა სოფელი იყო, ძლიერი იყო ეს და არავინ არ შემეკამათოს ამაში რა. იყო უძლიერესი გლეხი. არ ვიცი მე როგორც უნდათ ისე უნდა დაბრუნდნენ ქართველები, თორე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია საქართველო. მხოლოდ 1,300,000 ქართველი აქვს. მეტი აღარ არის. აბა როგორია? გასაგებია, მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. მე მესმის ძალიან საშიში მდგომარეობაა ნამდვილად იმ კუთხით რომ საქართველოში მალე ქართველები შეიძლება საერთოდ აღარ იყვნენ უმცირესობაში იყვნენ ასე შემდეგ ძალიან დიდი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დავდგეთ თუმცა ძალიან მარტივად ჟღერს ეს ყველაფერი რომ დღეს ემიგრანტებს მოუწოდეთ ჩამოდით საქართველოში და გააძლიერეთ სოფლები ამისთვის მათ უნდა შევთავაზოთ რამე რომ იქ ხელფასი რაც გააჩნიათ ვთქვათ ისეთივე თუ არა ნახევარი მაინც ექნება დამერწმუნეთ თუ კი ასეთი
შეთავაზებები იქნება, თუ კი ისეთივე ფაბრიკები, ქარხნები იქნება ამ ქვეყანაში, თუ კი ისეთივე სამუშაო პირობები და ასე ვთქვათ, ანაზღაურება იქნება, ეს ადამიანები არ წავლენ, არ გადაიხვეწებიან და იქაც და მარტივად კი არ აქვს საქმე, მუშაობს თითოეული ადამიანი, თითოეული საქართველოს წასული ადამიანი უმძიმეს შრომაშია დილიდან საღამომდე იმისთვის, რომ ის 1000 евро გამოიმუშაოს, რომელსაც შემდეგ ოჯახს უგზავნის, ხომ? აქაც შეუძლიათ ამ ადამიანებს იმუშაონ, უბრალოდ უნდა კონდეთ შესაბამისი ხელფასი, ან შესაბამისი ეკონომიკური მოცემულობა უნდა იყოს და პროდუქტებზე დაბალი ფასი იყოს, რომ 700 და 800 ლარი რო ექნება ადამიანის ხელფასს, შეძლოს რომ თიდან თვემდე საკმარისი პროდუქტი და ასე ვთქვათ, კომუნალური იქნება თუ ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი უზრუნველყოს, რომ გადაიხადოს. მოვუსმინოთ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ჰალო. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობა. განაცხადე, ეხლა ეს რო ცუდი საქმეა ამაზე, ორი აზრი არ არსებობს, ხო? რა თქმა უნდა. გისმენთ. ამდენი ხალხი, რომელიც შემოვა, სადღაც ხო უნდა განთავსდეს. სადღაც ხო უნდა იმუშაოს. დიახ. საწავლენ აბა. ამიტომ ფაქტიურად ჩემი ქართველი რო წავიდა აქედან მის ადგილს იკავებს ეს სამუშაო. თანაც მუშაობს იაფად. დამთავრებასაც აწყობს ეს იაფი ხალხი. ეხლა ნახეთ რა ხდება შემეებზე თუ მუშაობენ. ეს ჩვენი საწყალი ბიჭები მოტოციკლეტებზე იჭმენ. ისინი იძახიან რომ კაცო ისეთ ფაზზე მუშაობენ, ისეთ დარბიან. იმიტომ რომ იმათ ბინა არ უნდა. შვიდი რო აკაცი ერთად ცხოვრობს. შეხეზრულებიან ერთ პატარა ოთახში. რა თქმა უნდა, დარეგისტრირებულები არ არიან და გადასახადისგანაც თავისუფლები არის. არის. რა თქმა უნდა, ყველაფერთან თავისუფლები არიან. მაგაზე საუბარი არის, მაგრამ თავარი რა არის წი? მუშახელი საქართველოში გაძვირდა. აი მაგალითად უბრალოდ კაფელი რო გააკეთა, ხო? 70 ლარიო კვადრატურიო. როცა გირდა 8 ლარი, 5 ლარი, 10 ლარი, თორე გაა 15 ლარი გადაგეცა. ყველაფერი გაძვირდა. ეს ქართველმა როცა ხედა რომ გაუწევდა ადგადა წავიდა გაწირება რო არ ყოფილიყო ტყუილა არ წავიდო და არავინ სამშობლოს ეხლა დარწმუნებული ვარ არ დაწოვეს მაგრამ გაწირება წაიყვანა მაგრამ მის მაგივრად თუ არ ის გაწირებული შემოვიდა იმ ქვეყნებიდან დალაგებული ქვეყნიდან ცეთან აქ საცხოვრებლად ძალიან ისეთად შემოვა ვინმე დალაგებული არ შემოვა თუ შემოვა ტურისტულად შემოვა გაათვალიერეს ჩვენ ხალხს ჩვენ ხინკალს ჩვენ რაღაც ყველაფერს კარგად მოიხსენ და წავა მაგრამ ეს გაჭირებული უკვე ჩვენებს ეცილება რატომ წავიდნენ ჩვენან გეუბნებოდა ის წავიდა მაგრამ აქედა სამი წელი ხა ბინა ვერ იყიდა ესე გაძვირდა ცხოვრება 1000 ლარი არაფერი ფული არ არის გეთანხმებით გამოსავალს რაში ხედავთ ბატონო 15,000 რო დაირიგეს 14,000-ები, 13,000-ები და გადით რა ხდება საქართველოსა მიწის ნაკვეთები აქვს და თურმე სასოფლო სამეურნეო მიწებია გამიგე და რო უნდა რომ კონტენერი ჩადგას უბრალოდ თავისუფლად კონტენერი უფლება არ აქვს მერიდან აი ეს ზღუდავენ ყველაფერს სამაგელო თვითონ რა ყველაფერს ყიდულობენ და კარტელი კაცი სხვა გუნების კაცია შეული აიტანოს ვიდრე სიტყვის პასუხი და ბრალდება და მიდის სამფეთლიდან ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან ამ თავრობა თვითონ მილიონებს მოელგნენ ყველა მშენებლობა მაგათია ყველა წესერი ადგილი მაგათია სულთავრობა შესრულებენ რა უნდა კრას კითხვა ისმის ხო კალბატონო კი ბატონო და დროზე უნდა მოეგონ ქართული ხალხი დროზე ამაზე კი არ უცხა გადადექი გადმოდექი წადი მოდი აი საკითხები უნდა დაუხელოთ, ან გამოასწოროთ, ან სულ ან ჩამოგაგდო და კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, როგორ უნდა გამოასწორონ? ეს თვითი ძალიან არ მინდა, რომ რამე ცუდი მოხდეს, არ მინდა დაიჭირონ, მაგრამ რაღაცა საზღვარი და საქმე ხო უნდა იყოს კაცო. ბოლო მილიარდები ისოვეს და ის სამოსული მილიარდები რო იქნება, რომ გამრავლდებიან, ისეთ ჩამოაწვენ იმ მილიარდებს მაგას, როგორ დაუბარებია. ცოტა მოკლე ხანში
გასაგებია. მადლობა არისთვის, გეთანხმებით ნამდვილად, აუცილებლად სპეციალური ზომებია მისაღები, თუმცა როგორ უნდა გაამკაცროს სახელმწიფო მიდგომა, როდესაც პირიქით ამარტივებს მიდგომას. ეს ხომ არ არის ძველი გადაწყვეტილება არა, 16 მაისიდან არის ძალაში შესული და 17 ქვეყნის მოქალაქეს უფრო მეტად უმარტივდება და ექნება შესაძლებლობა, რომ უვიზოთ ჩამოვიდეს საქართველოში. ეს ახალი მიღებული ამ ყველაფერში პრობლემას რომ ხედავდნენ მთავრობაში მყოფი ადამიანები, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, ალბათ დამეთანხმებით. ანუ ვერ ხედავენ პრობლემას, პირიქით, რაღაცნაირად მარტივად აქვთ მიშვებული და აქედან გამომდინარე, აი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და პრობლემა მათთვის არაფერი არ არის აი ამ ყველაფერში. ავღანეთი, ბანგლადეში, განა, ეთიოპია, იემენი, კონგო, მაროკო, ნიგერია, პაკისტანი, სომალი, სირია, სუდანი და უამრავი კიდევ 17-მდე ქვეყანაა ჩამოთვლილი ხომ აი ამ სიაში და ეს ხომ არ არის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები, ეს ხომ არ არის ის ქვეყნები, რომლიდანაც დიდი ეკონომიკური სარგებლის ინვესტიციის მიღება შეიძლება. ეს არის უღარიბესი ქვეყნები, პაკისტანი, ინდოელები, რომლებიც აქ ჩამოდიან ხომ, არ ვიცი, მათ დიდი ფული და რესურსი კი არ ჩამოაქვთ. ჩამოდიან სამუშაოდ იმისთვის, რომ იქიდან გაჭირვებას გამოექცენ და კიდევ უფრო მძიმე სურათი შეიქმნება აი ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მალე. აი ამას აცნობიერებს თუ არა სახელმწიფო და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. გამარჯობა. გისმენთ. ქრისტიანსგა შემოგევლე. ჭეშმარიტად გისმენთ. ეხლა თქვენ საუბრობთ. მე ძალიან გარკვეული ვარ, 72 წლის ქალი ვარ, დამთავრებული მაქვს ეკონომიური კომუნისტების დროს აყვავებული იყო სოფლებით, ქარხნებით, გუბუნებზე, ხალხი ცხოვრობდა, არავინ იყო განერვიულებული და ივანიშვილი რომ მოვიდა ქარხნებს რო დაინგრა ეს ქვეყანა, ავაშენებთ ქარხნებს, შადააშენა, თითო ქარხანა ყველა რაიონში აეშენებია, ხორცავიდოდნენ ბიჭები, ახალგაზრდები საზღვარგარეთ. ხო, აი ასე დღესი ვარ, თქვენ რო იცახით გამოსავალიო, უკვე დემოკრატიული ცხოვრებაა შემოგევლე. შეიძლება ჩვენები წავიდეთ იქადა იმ ხოლმე საფეხებში. ხო და სტალინი გიზიკი არ იყო, ჭისტარი რო ქონდა ჩაკეტილი, არავის სიგრახე და გლახარამი არ შემოვიდესო. ძალიან კაი ქვეყანა იყო ის საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკა. ვიყავით მშვიდად, სიცოცხლე მართლაც ოქონდა ხალხი რა. აი მას ერქვა ცხოვრება, ეხლა ეს შემოკარგო ცხოვრება. ეს არ არის ცხოვრება, ეს არის გადარჩენა ჩვენაირი ხალხისა. თორემ მილიარდერები მთავრობაში მდიდრდებიან და მიდიან, მერე წამოდის, მერე და აი ასე ხდება. განავერ ხედავთ სფერები კი არა ვარ. კარგად ბრანდებოდეს. გასაგებია, მადლობა ზარისთვის და როგორ უყურებთ აი ამ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ უვიზოთ შემოვიდნენ საქართველოში და სამწუხაროდ ჩამოთვლილია კვლავ აზიური და აფრიკული ქვეყნები. მისაღებია თუ არა, რომ მრავალრიცხოვანი აზიური და აფრიკული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოთ ჩამოსვლის უფლება მიენიჭათ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ალო გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. აი ვიტყვეთ რაღაც ჩამოთვალეთ ქვეყნები. ყველა ქვეყნის მოქალაქეებს არ ვარ შეხვედრილი. ეგენერია ჩამოსულები შვედთა რო ჩამოდიან ხოლმე ტურისტებად. ყველაზე დაბალ ბიუჯეტიანი ხალხი არის. მარადიურობენ, მაგიდიდან იპარავენ ხოლმე, მაგიდიდან იპარავენ რაღაცებს მიაქვს. როგორ შეიძლება დაუშვან. არავითარ შემთხვევაში ერთი ეგა მეორე კიდევ უნდა ჩვენ თავრობას უნდა უდგეთ თავრობა დღეს ვალდებულია აი თელმა ხალხმა უნდა უთხრათ ჩვენ თავრობას დიახ თავრობას უნდა უთხრათ ჩვენ უნდა მივიყვანოთ ის ზოლის თავრობა განა დიდი მიტინგები და დაბლობებით კი არა ჩავატაროთ აქცია ჩავატაროთ ესეთი მშვიდობიანი აქცია მოუწოდოთ ერთხელ ორჯერ სოფლიო უნდა დაინახოს სოფლიო და ვინც აქ მოდის უნდა თქვა რომ ეს ცოტა ძნელია იქსასლო უნდა ჩამოვიღოთ ეგრე როგორ ჩამოთვალეთ თქვენ საბურთალოზე და იქაი ყველა ბილბორდები არავითარი უცხოური არ უნდა იყოს არც არაბული არც არაფერი უნდა იყოს ქართული უნდა იყოს ყველაფერი ქართული უნდა იყოს იმის გულით ყველა შემოსვლელი უნდა გატარდეს ესე იგი ძალიან ისკში უნდა გავატაროთ იცოდეთ ბავშვობიდან დაბადებული რას წარმოადგენდა
ვინ არის რის გულისთვის მოდის ეს ყველაფერი უნდა იცოდეს ჩვენმა მესაზღვრეებმა და ისე უნდა შემოუშვათ თუ არა ვინც თქვენ ჩამოტვალეთ ეს ქვეყნები წაგვართმევენ 9 მილიონამდე უკვე უცხო ხალხი არის დასახლებული საქართველოში რაც შეიძლება დემოგრაფიაზე მთელი ვლასტი უნდა გადაეცეს ჩვენს საპატრიარქოს და ყველა დაბადებული ბავშვი საქართველოში ქრისტიანი მართლმადიდებელი პირებში ქართველი და უნდა შეუწყოთ ყველაზე ძალიან ხელი არც სუდანელი არც არაბი და არც სხვა გაიგე ბავშვს აღარ გააჩენს იმის გულისთვის გასაგები არის და დიახ ასე უნდა გაკეთდეს უნდა დაუდგო თავრობას გვერდში არა ჩხუბით არაფრით უბრალოდ დიახ შეზახილი ხოლოდ ასე შეგვიძლია გადავწეთ და დიდი კიდე ვიტყვი მრავალ შვილენებს ქართველებს გასაგებია მადლობა ზარისთვის არ ვიცი მაყურებელმა შეაფასოს თქვენი განცხადება იმის თაობაზე რომ მთავრობას გვერდში უნდა დაუდგეთ მაშინ როდესაც ვხედავთ რომ მთავრობა არ ისმენს საზოგადოების სურვილებს საზოგადოების ინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესი უნდა იყოს ის რომ ასეთი ტიპის შეღავათებით კი არ უნდა სარგებლობდნენ ეს ადამიანები ეს ქვეყნები მაგალითად 17 ქვეყანა რომელიც მე ჩამოვთვალე წავიკითხე არამედ პირიქით უნდა გამკაცრდეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე ეს ადამიანები არიან ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულები არიან, ქართულ მუშახელს ანაცვლებენ ძალიან მარტივად და ამ ყველაფრით არავინ არ ხეირობს, მხოლოდ ხეირობენ თვითონ და ჩვენი ქართველი მოქალაქეები საზღვარგარეთ გარბიან აქ, იმიტომ რომ ვერ აღარ ახერხებენ თავის რჩენას. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს რამენაირად ამას უნდა ხედავდეს სახელმწიფო, ქვეყნის პირველი პირები უნდა აცნობიერებდნენ რომ ეს ყველაფერი მიგვიყვანს დემოგრაფიულ კატასტროფამდე და რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან პატარა ერი ვართ და ამიტომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს ჩვენი ინტერესი, რომ როდესაც ჩვენი მოქალაქეები 100,000-ობით გადიან საზღვარგარეთ, ვფიქრობდეთ ამ ადამიანების ქვეყანაში დაბრუნებაზე, რას შევთავაზებთ აქ და რას მივცემთ ამ ადამიანებს, აი ამაზე უნდა გქონდეს ნაფიქრი. სამწუხაროდ ასეთი ფიქრი და ასეთი ქმედებები არ გვესმის ჩვენ სადმე თუ განიხილება, ალბათ დახურულ კარს მიღმა განიხილება, იმიტომ რომ საჯაროდ ასეთი არაფერი გაგვიგია. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. ბოდიშ მოგიხდით მე ტელევიზიას არ უყურებ ისე გირეკა. ხოდა. ეხლა რა ხდება იქნებაც მე შაობ ბეტონის დიდ მანქანას. სადაც შევდივარ. ყველგან არიან ესე იგი 1-2 ობიექტი ვიცი, სადაც ამუშავებენ ქართველები. დანარჩენი შუაზი და მშენებლობაზე აზერბაიჯანი და კაროჩე შედით და შეამოწმეთ ქუჩები არ აღძრება. ნებისმიერი მშენებლობის შეამოწმეთ. კი ბატონო იმუშაოს, მაგრამ აქა სიკეთე არ ექნება ამ ქვეყანას სანამ ივანიშვილი ამ მონოპოლისტებს არ მოუჭერს ხელსა რის დამზადება შეიძლება აქ დამზადეს ლიცენზიები იყიდოს როგორც ევდოხანმა გააკეთა მანამდე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ესენი ამათ უკვე კარგად არიან წბილად ძალიან ცუდი რევოლუციები თამარ რომელიც მე პირველი 500 ზვანოთი გავაკეთე რომ ოცნებას მიეცით ხმარებს რუსთავი ამხელა რუსთავი დაუსაკრებელი თვიან გავა რომ კაცმა კაცი არ მოკლა მეტალურგიის ქარხანა მარტო არმატურას უშლებს კალბატონი ნაცია თურნავა რომელიც იყო ხოლმე ეკონომიკის მინისტრი სულ მასალაპარაკო და 1000 ტონა ჯარცი გავიტანეთ 1000 ტონა ფერადი მეტალი გავიტანეთ აქ შენ წარმოების უფლებას არ გაძლევ ეს ლიტონის სახლები რო შეიქმნა ისინი მე მაგალითად ჩამოვარ რაიონიდან და 3 ტონები და პრობა კვადრატი ვიყიდო იმისათვის რომ მე მოვყვე ამ ლიტონის ხალხის ხელში თურქეთში ხოვეთ დავარ ამის გამოსატანად გამიგე და ხელში აქვს მონოპოლიები ჩაგდებული და ძალიან კარგად იციან რაშიაც არის საქმე გასაგებია
გასაგებია, მადლობა ზარისთვის, როგორც ჩანს კონკრეტული ბიზნეს ინტერესები დგას და დაბალ ფასში იაფი მუშახელის, ასე ვთქვათ, გამოხდება, შეიძლება ეს ყველაფერი ნამდვილად საფუძვლიანია ესეთი ტიპის ეჭვი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ადამიანები არიან არა ტურისტულად ჩამოსულები, არა აქ, არამედ ღარიბი ქვეყნებიდან ჩამოდიან იმისთვის, რომ დასახლდნენ და პირიქით იქით გაიტანონ რესურსი და იქით გაიტანონ თანხები ოჯახებს გაუგზავნონ. ხომ ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში და ვაცნობიერებთ თუ არა რამდენად დიდ პრობლემას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას. მორიგი მაყურებელი გვერდება პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. მეორე დღიდან შემოგალკო მეორე. გისმენთ ქალბატონო. შეადგინეთ დოკუმენტი, რაც გადაცემა მიდის ჩვენი წინადადებები. შეადგინეთ და დაუდეთ ჩვენ მთავრობას. წინ დაუდეთ, რომ წაიკითხო. მე ადგილობრივ მაცხოვრებელს როგორ მიწის ყველაფერი და ჩამოსულ ხალხს რო უწყობენ ხელს. აი ესენი დოკუმენტური სახე მიეცით და დაუდეთ მთავრობას. მე მეეჭვება რომ არ იცოდნენ ქალბატონო, ეს ყველაფერი მათი ინიციატივებია, მათი მიერ მიღებული ცვლილებებია და არ იციან ამ ყველაფრის თაობაზე? მადლობა ზარისთვის, თუმცა რა უნდა მივაწოდოთ, აქეთ გვაწვდიან ასეთ ინფორმაციებს და აქეთ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს და მე მეეჭვება რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ. ასეთი გადაწყვეტილებები აი ასე შეუთანხმებლად არ არის ხოლმე მიღებული. მადლობა ზარისთვის და როგორ უყურებთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას, რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას, მორიგ მაყურებელს ვუსმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. გისმენთ. თქვენს და პატივცემულ საზოგადოებასაც. იდეა რა არის? უკვე რა თქმა უნდა არ აღარ ყველაფერი ეს არის როგორც იტყვიან. ტყუილები, ლამაზად ტყუილები მთავრობისგანაც იმას აღარ არის, რა ისიც საერთოდ სპანის ხალხია და რომ ტყუილ მე იმათგან ტყუილები და ბრახვებად. აი ტყუებენ თავს. ხოდა ამიტომ მე ერთადერთი ძალით ხავს სამს რო გადაგვაქვს რუსეთი და რუსეთთან კარგი ურთიერთობა. რა მათ შეყოლიან იმის იქ ყველას აქვს. ჩადვილო ისედაც მაინც და ჩვენ და ერთადერთი გზაა რომ აზერბაიჯანი თურქეთის სოფლიო არმიაზე თვალი უჭიროთ გლებივით ჩვენ ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებზე და იქ თუმცა დაიღებენ კიდეც თურქული ჯარი არ ჩავაყარეთ. ამიტომ მე ვიდივარ 9 მაისს და უნდა მივხვდეთ ზუსტად რუსეთის მთავრობას და დამახმარებლად და იქ 21 ბრიგადა ჩააყენოს ბათუმში ისე რომ დედასამთავრო რესპუბლიკა აჭარა და არ ჩაიყაროს იმ გმირი ხალხის ისა ნაღვაწი ბაზმიაშვილის ღვინიტაძის გოგუაძის და იმ არაჩვეულებრივი ქართველების. ორ ესე იქნება. მე ვიტყვი ვაიმე მოხდა. ეხლა და ყველა გაიცუცება და შეიმალა. გასაგებია თქვენი შეფასება, ცოტა დრო გრჩება და მორიგ მაყურებელსაც მოვუსმინოთ. მისაღებია თუ არა, რომ მრავალრიცხოვან აზიურ და აფრიკულ ქვეყნებს საქართველოში უვიზოთ ჩამოსვლის უფლება მიენიჭათ. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი 557 88 55 88 გახლავთ და როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას, რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას და ხომ არ დავდგებით ძალიან დიდი პრობლემების წინაშე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ქართველების გარეშე ძალიან მძიმე სტატისტიკები გვაქვს. ჩვენ იმ თვალსაზრისით, რომ გაეროს გვეუბნება, რომ 2050 წლისთვის საქართველოში ქართველიერი უმცირესობაში იქნება. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე 100,000-ზე მეტი ადამიანი გადის საქართველოდან, აქეთ კი ჩამოდიან ინდოელები, პაკისტანელები, ირანელები, აზიელები, უამრავი არაბები ბოდიშკი ხდით და არაერთი თელავში თუნდაც არაბული სოფელი არსებობს, თო ქალბატონმა დარეკა და ამის თაობაზე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, კასპშიც არსებობს არაბული სოფელი და ესე გაგრძელდება სამომავლოდ ბათუმი თუნდაც რა მდგომარეობა აჭარაში და ხედავთ რომ იქაც წარწერებიც კი არ არის უკვე ქართული, თუნდაც გარეთ რომ გაივლით ძალიან მარტივად მიხვდებით რომ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მოვუსმინოთ მაყურებელს და რაში ხედავთ გამოსავალს. გისმენთ? ალო. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ბატონო. გისმენთ, ხო შვილო. კი ბატონო. ესე ამიდა შვილო. მე ვარ 71 წლის კაცი. 11 შვილის პატრონი და 5 შვილი. მე ხა ერთ რამე გეუბნები, მე აი ელემენტარულად მე თვითონ აი დათმული რა ვინ უნდა შემოვიდეს, რა შემოდიან, ვინ შემოდიან, რატო შემოდიან, რა
საბუთი და საბაბი ამის რო აქ შემოვიდა, ხო? არავინ არ იცის. ხვალე ზეგ საქართველოს იქნება შეულებრივად ელემენტარულად უმცირესობაში. როგორც დღეს აფხაზეთია. კი ბატონო. კი ბატონო. გამოსავალიც გითხარით და დაგემშვიდობებით. სამწუხაროდ გაითიშა ზარი მე მაყურებელსა და რადიო მსმენელს კი შეგახსენებთ რომ გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იყო ის შეფასებები რომელიც მოვისმინეთ ჩვენი მაყურებლების მხრიდან თემა კი ძალიან მწვავეა ნამდვილად და იმედი დავიტოვოთ რომ ეს პროცესი აუცილებლად რამენაირად შეჩერდება ან მეტი კონტროლი ან რეგულაციები იქნება ამ ადამიანების მიმართ დაწესებული. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა იმისთვის რომ უყურეთ ინტერაქტივს გადაცემას ლიზა კვესელავა უძღვებოდი და მე დროებით გემშვიდობებით, იმიტომ რომ კვლავ შემოგიერთდებით გადაცემას სტუდია ნომერ 8 6-ის ნახევარზე.